ბრუნდით არაჩვეულებრივ ქალბატონთან ერთად ლარისა ხაჭაპურიძე გვეწვია მოგესალმებით ქალბატონ ლარისა რომ მობრძანდით და პატივი დაგდეთ რომ არ გავიწყდებით და საერთოდ მინდა ორი სიტყვა თქვა თქვენ გადაცემაზე ისეთი დიდი ყურადღებით ექცევით ხელოვნებას რომ მე არ შემიძლია თაყვანი არ გცეთ და მადლობა არ გითხრათ ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ლარისა და რაც შეეხება დღევანდელ ეთერს ვფიქრობ რომ ერთ-ერთი გამორჩეული იქნება იქიდან გამომდინარე რომ ვიცი თქვენ თავდაბალი ქალბატონი ბრძანდებით მაგრამ უნდა აღვნიშნო რომ გამორჩეული ქალბატონი გამორჩეული ადამიანი უპირველეს ყოვლისა ადამიანი საუკეთესო არტისტი და ადამიანმა რომელმაც ძალიან დიდი ცხოვრების გზა გაიარა სცენაზე დღესაც სცენაზეა ამისთვისაც უღრმესი მადლობა ძალიან სასიამოვნოა როდესაც თქვენ გხედავთ თქვენ გიყურებთ და ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ ახლა რა სპექტაკლი იდგმება და კიდევ სიურპრიზი ელოდება ჩვენს მსმენელს და ჩვენს მაყურებელს გადაცემის დასასრულს და ქალბატონ ლარისა სასაუბრო ბევრია თქვენთან თუმცა მეც ახლა ნინოს შევეხიდები აი ამ თქვენს კებაში არა, მაგრამ უბრალოდ მე მხიბლავს კიდევ ის რომ აი თქვენი ურთიერთობა ახალგაზრდებთან და თქვენი დამოკიდებულება თანამედროვეობასთან. ანუ მიუხედავად გარკვეული წლებისა, ხო, თქვენ ხართ საოცრად მოქმედი და საოცრად თანამედროვე. საოცრად მომხიბვლელი და ახალგაზრდებისთვის როგორ თქვა თანასწორი და ძალიან საინტერესო ხო მოდი ასე ვთქვა და ნუ ახლა ხელოვნებაზე იმას ვისაუბრებთ მაგრამ აი როგორც ადამიანი პირადად ძალიან დიდ პატივს გცემთ და მადლობა კიდევ ერთხელ რომ მოგზავნით მადლობა კომპლიმენტზე მეც შევთ კომპლიმენტის კომპლიმენტი დიდი მადლობა გაიხარეთ ჩემი ცხოვრება და შემოქმედება ისეთი დიდია და ისეთი გრძელი ამას არ ეყოფა თქვენი ფორმატი რა თქმა უნდა მე ამას ინათ მიმიწიეს ერთ ტელევიზიაში და მითხრას რომ ბავშვობიდან დაიწყე და დავიწყე ბავშვობიდან და სანამ ის ჩაუბარე დამთავრდა დამთავრდა ამიტომ მე იქედან რა თქმა უნდა ხო მაყურებელი უყურებს იმას და რომ არ განმეორდე დავიწყებ რომ დავამთავრე ესე იგი როგორ მოვეწყე თეატრალურ ინსტიტუტში მოვეწყე მამა ჩემს არ უნდა და საშინლად, იმიტომ მამა იყო ექიმით, ძალიან ცნობილი დასაკარი პროფესორი, უნდოდა რომ ყველა შვილები ექიმები ყოფილიყვნენ, საერთოდ თავის პროფესიაზე შეყვარებული ადამიანი იყო. როგორც ეთქობა ეს სიყვარული ჩვენ შვილებსაც გადმოგექცა, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ჩვენი პროფესია გვიყვარს, მე ჩემი პროფესია. მამა ძალიან თეატრალი კაცი იყო. მაგრამ არ უნდა რომ მე თეატრალურზე ჩამებარებია და ეს იცით როგორ მოხდა 29 წლის ასაკში დედას უკვე ვყავდით 4 შვილი და მეხუთეზე როცა შეიქმნა ფეხმძიმედ ვინაიდან სასულიერო ბაბუჩების ეპისკოპოსი იყო და ვინაიდან იცოდა რომ აბორტის ანუ ორსულობის შეწყვეტის უფლებას არ მიცემდნენ არ თქვა სახში და თვითონ ექიმბაშთან გაიკეთა შეწყვეტა და სისხლი მოეწამლა. დააწვინეს საავადმყოფოში ეს პერიოდია მე საბჭოთა კავშირის პროდუქტი გახლავართ წინა საუკუნიდან მოვიდება ის პერიოდია როდესაც ესე იგი რეზუსიც კი ნაკლებად იცოდნენ რა თუ სისხლი ჯგუფი და ამიტომ დედას რიგში ცოცხლად მდგარი ნათესობა უსხავდა სისხლად ზოგი უხდებოდა ზოგიერა და დედა მიცოცხლა ერთი თვე ზუსტად ამ გადასხმებით და სიკვდილის წინა დღეს მოიკეთა და თქვა რომ ჩემზე და ჩემი პატარაზე მე 4 წლნახევრის იყავით ჩემი პატარაზე 2 წლნახევრის და მოიყვანეთ მაჩვენეთო მივედით დედა ვერ ვიცანი იმიტომ რომ რაღაც ზაფრანის ფერი იდო საწოლზე სუსტი მილეული სხვა ქალი იყო ხმარუა მოიღო რა თქმა უნდა ვიცანით ორივემ და გავექანეთ და ხელი მოგვიშვირა ესე რომ არ დამეტაკოთო იმდენად სუსტად იყო მე ძალიან მახსოვს რომ მეცვა წითელი კაბა რომ ამბობენ 4 წლნახევრისას არაფერი არ ახსოვს ძალიან ყველაფერი კარგად მახსოვს რუშები ქონდა ესე აქაც რუშები ყველგან რუშები და ბებია ჩემიდან ვიცი რომ თურმე ეს კაბა ყოფილა კრებდიჩინი თორე მე ნაჟი ნაჭერში არ ვეკვეოდი რა თქმა უნდა
ხო და გამწიესე და რა ლამაზიაო ჩემი გოგო ეს აუცილებლად არტისტი უნდა გამოვიდესო ხო ლამაზიაო ექიმი მას რა ენაღლებოდა თუ თხრეს კი ლამაზიაო და ესე ჩამიდო დედამ ეს კოდი მე თავში არასოდეს არ ვიფიქრია სკოლის პერიოდში თეატრზე მივხვდით მის თეატრში და დავდიოდით ყველგან დავდიოდით ბებია მზრდიდა სოფელში ვინაიდან დედა არ მყავდა და ბებია იყო ძალიან ინკვიზიტორი სხვათა შორის კაცრი ქალი იყო მოკლედ შავ დღეს გვაყარიდა და მე მაშინ მეგონა რომ ჩაგრავდა მაგრამ მე მივხვდი რომ ამას ყველაფერი ჩემი საკეთილდღოდ გააკეთა იმიტომ რომ იმის წყალობით ვეფხისტყაოსანი ვიცი ზეპირად და გამარჯვებული ცორ ვეფხისტყაოსანის ზეპირად მწოდნეთა შორის ესე იგი მართლა ერთი გადაცემა არ იყო დაიკითხა ლექსები მაშინ და სხვადასხვა მსახიობებმა და ესე და მე მაშინ იცით რა არის როდესაც მეუბნებოდა რომ დღეს უნდა ჩავამბარო 4 კუპლეტი ლექსი. ვიზუთხებდი, იმიტომ რომ მე ვერ გებულობდი. რა იყო და ვერ გებულობდი ამ იმას. და ახლა ძალიან თუ გაიპრანჭებიან და იტყვიან რომ ყველაფერს გებულობენ ამ ვეფხისტყაოსანში, მართლა გაპრანჭვა იქნება და მე ბავშვისთვის მით უმეტეს ხა. და ასე ზეპირად ვიცოდი და ახლა იყო სხვათა შორის კახიძე, მაია კახიძე და მაგკითხულობს ხოლმე მაგის ლექსებს და კიდევ არის ნინო ქავთარაძე, რომელმაც იმუშავა ვეფხისტყაოსანზე ავთანდილის კვალდაკვალესე დაწერა. აი ის წიგნი და ვეფხისტყაოსანი უნდა დაიდო. მე იმ წიგნით მივხვდი ვეფხისტყაოსანში რა წერია. და მით უმეტეს ახლახან დაიდგა რობერტ სტურუას სპექტაკლი და მინდა გითხრათ რომ მე ესეთი სპექტაკლი დიდი ხანი არ მინახავს. ეს არის შედევრი ნამდვილად. მარტო გამეფება აქვს თინათინის მარტო ის აქვს, მაგრამ ძალიან ასე რომ დიდი მადლობა ბებიას ახლა რასაც ვაჯავრებდი ყველაფერს ბოდის უხდი რომ კაპიტულარისა ძალიან საინტერესო რა თქმა უნდა როგორ შეცვალა როგორ გადაწყვიტა თქვენი მომდევნო გადაწყდა ეს თქვენი მამა მომზადებდა სამედიცინოსათვის ვემზადებოდი უკვე სოფლიდან ჩამოვედი თბილისში რეპეტიტორები აყვანილიყო და ფული გადახდილი იყო და მამას ეუბნებოდა რომ ძალიან კარგად სწავლობდი ეს აუცილებლად მოეწყობა და მამა როგორც თანასწორ ექიმს ისე მიყურებდა ივლისის თვია და თბილისი გაზეთი გამოდიოდა იმ დროს მოვიდა ეს გაზეთი და წერია რომ თეატრალური ინსტიტუტი აცხადებს და რა მოხდა საინტერესო და წავედი ამ იმაზე და ძალიან პატარა ვიყავ მგონი 29 კილო ვიყავი ხარ ვიცი ზუსტად რამდენი კილო ვიყავი მაგრამ ძალიან სიფრიფანე პატარა ვიყავი და არ მიშვებდნენ რომ ბავშვებს არ უშვებდო მე საბუთები დავაძრე რას ქვია პატარა ვარ მქონდა მამამ არიცი ჩუმა წავედი მამამ იცის რომ უნდა წახვიდეთ იქ ჩააბარა ხო კი და მე ძალიან საინტერესო იყო აკაკი ვასაძე აკაკი ხორავესრებოდა გამოცდებს და მოგვიყევით გვიანბეთ ამას ვერ გამოვტოვებთ მოგიყვებით აუცილებლად შევედით მერვი აუდიტორი არის იქ ცნობილი აუდიტორია სადაც გამოცდა ტარდება ესეთი ახლა სოფელში ვიყავი და ესეთი გაკრიალებული პარკეტი არ მენახა უყურებდი და ამ პარკეტის რა კუთხეში იყო ნაგავი მოგროვებული ხო და მე ვფიქრე ესე დაულაგებიათ იმგან ნაგვის გატანას რა მე ახლა მსჯელობ ჩემს რატო არ გაიტანეს მეთქი და დაგვაჯინეს და ამდენი ლამაზი გოგო და ბიჭი არ მინახავს მიდღემში ესე იგი იმდენად კარგები იყვნენ და დავჯექი ზივარ და ერთს უთხრეს რომ აბა ლექსი მოყევიო და ეს იყო გოგი თოდაძე ბერიკების თავარი რეჟისორი გამოვიდა ეს მწვანე თვალებიანი ქერა ბიჭი და წაიკითხა ბარდნალა ლადუასათიანის ნუ ისე კითხულობდა აი ესე უნდა კითხულობდეს ლექს მსახიობი ალბათ მეთქი მე ვამბობ გულში ვამბობ რა თქმა უნდა ამის შემდეგ გამოვიდა ნანა კერესელიძე რომელიც ცნობილი მსახიობი მოზარდ მაყურებელი და თეატრი მან ანა კალანდაძის თუთა წაიკითხა ეგეთი სინაზე არ მინახავს ესე მეგონა ნამდვილად შემოიჭრა ის თუთა ფანჯარაში ნამდვილად მოხვია ნანას ხელი ნამდვილად გაიწურნა და ნამდვილად თქვა ის სიტყვები და მოკლედ და შემდეგ გამოვიდა ერთი ბიჭი გამოვიდა ცოტა დაბალი ბიჭი იყო და წაიკითხა საქართველოს სხვა საქართველოს სად არის ეს ლექსი
60 წელია სცენაზე ვდგავარ. ეხლაც არ ვიცი რას უშვებოდა იმ თვალებს. თითქოს იმ თვალებით საქართველოს ეძებდა თუ რა შეებოდა. სასწაულად წაიკითხა. და კაცო ამას მე ხო ვიცნობ მეთქი. და თან ფიქრობ, საიდან ვიცნობ, გუში ჩამოვედი სოფლიდან მეთქი. ხო და მე მალიკო მრევლიშვილი პროფესორი რომ იყო, იმან კითხა რომ რა გვარი ხარო და დავით უფლისაშვილი. დავით უფლისაშვილი ახლა არის რუსთაველის ეროვნული თეატრის დასის ხელმძღვანელი და წამყვანი მსახიობი. ანუ ერთად აბარებდით თქვენ. ერთად აბარებდი ესენი და მე ერთად მოვხვდით რა თქმა უნდა. პატარა ლარისაჯერი რო დადგა მე რა მოხდა. ეხლა მეუბნება ერთ-ერთი ჭაღარა ქალი ბაბულია ნიკოლაიშვილი და მალიკობრეუშვილი მე გავიგე ესენი რომ იყვნენ. ჭაღარა ქალი რომ ერთი შენო პატარა გოგო აპაო ერთიო ლექსი თქვიო და გავიხედე და გამოვიხედე აქეთ მეთქი ვისეუბნება მეთქი მე იცი როგორ ვესწრები როგორც პოეზიის საღამოს ესე ვუყურებ ამას და შენო მე მითხრა მე მეთქი კიო შენო აბა ლექსი მოყდა მე ვთხარი არა ვარ მზად მეთქი ზათო არ ხარ რატომ მოხვედიო თქვენ არ გამოაცხადეთ მე ვთხარი მოდით კონსულტაციებში ჩაგიტარებთ მეთქი და მოვედი მეთქი და ისაო რაღაცა ქვია ლექსი არიციო ლექსი როგორ არ ვიცი მე ვთხარი აი ამათო რო წაიკითხეს ესე ვერ წავიკითხავენ შენ როგორც ისე წაიკითხეო და რაც გაგახსენდესო ლექსი და უცებ გამახსენდა სიმონ ჩიქოვანის ქართლის დედა და დავიწყე ზუსტად ასე 9 ყავდა 9 ვაჟკაცი დედა ვის უყვებიო ვის ელაპარაკები თქვენ მე თუ მეუბნები ცოტა ხმა მაღლა მითხარიო სულ ცოტა ხმა მაღლა უთხარ მე მითხარ კიდუაციო და მე მითხარ ხელებს ასე რო ვიზა მაწიეო ასე რო ვიზა მაწიეო აცია და მე აღარ გამაჩერეს ხო და როგორც გაირკვა მოეწონათ და ეხლა მითხრეს პროზა თუ იცი რამე მეთქი რამეო პროზა როგორ არ ვიცი მე ვთხარი აკი არ ვარ მზათო არა მე ვთხარი ძმა ვყავს ცოტა ჩამორჩენილია სწავლაში მე ვთხარი და თედორაზიკაშვილის გუგული ქონდა მეთქი და იმდერჯერ წავიკითხე ზეპირად ვიცი თუ გინდა მოგიყვებით მოუყევი ეხლა მეუბნება იგავარაკი თუ იციო იგავარაკი რა არის ვიცი მეთქი და ვინ წერს იგავარაკი ვთხარი სულხან და საბაურბელიანი მეთქი და კრილოვი მეთქი შენ თუ იცი კრილოვი რითი მოკვდაო ვიცი მე ვთხარი რითი მოკვდაო ბლინების ჭამით მე ვთხარი ახლა მე შეუგუნე კითხვა თქვენ თუ იცით მე ვთხარი სულხან საბაურბელიანი როგორ მოკვდა მეთქი როგორ ეხლა თვითონ გადახედეს ერთმანეთს როგორ მე ვთხარ და ლუდოვიტკო მე-14-დან წავიდა მეთქი მე-15-ად შეუშვეს მეთქი და რიგში მოკვდა მეთქი ახლა ამაზე ატახეს სიცილი იყო ერთი ამბავი და მოკლედ ახლა რო არ გავაგზავნო ბევრი მომცეს მითხრეს ეტიუდი აზიარ ვარ არის მეუბნებიან ეტიუდი თუ იციო რა არის კი მე ვთხარი ვიცი კოსტანტინე გამსახურდიას ლიტერატურული ეტიუდები და სხვა დრები არა ჩვენ თეატრალური მაგ არ ვიცი მე ვთხარი და მე მითხრეს ეს არის ჩვენიდან ერთ-ერთიო მოგცემთო დავალებასო და ის დავალება უნდა შეასრულო შენ ისე სიტყვა არ გამოიღო და ჩვენ მივხვდეთ რა გინდაო ახლა ეს თლად კარგად ვერ გავიგე მაგრამ მივხვდი რომ რაღაც უნდა გავაკეთო ხო ეხლა მითხრა რომ ისაო რაღაც აბა შეისვენეთო ბიჭები მოგიმზადებენო იმასო რეკვიზიტებსო და მაშინ გავიგე თუ მე ის ნაგავი რეკვიზიტი არ ყოფილა ნაგავი როგორ და ისა და ამ რეკვიზიტს ხელმძღვანელობდა გოგი ქავთარაძე, თემურ ჩხეიძე, მანანა იმანდაძე, დათო ცისკვარიშვილი, ილო მაცხოვნაშვილი, სარეჟისორო ფაკულტეტის მიხეილ თვანიშვილის ჯგუფის პირველი კურსის სტუდენტები, რომლებიც ხელს უწყობდნენ სტუდენტებს ესე იგი იმის მოწყობაში, ეტიუდის მოწყობაში. და აკაკი ხორავა მომცა თვითონ ეტიუდი და მითხრა ყავსო ბებიო მკაცრიო, ძალიან მკაცრიო ყავსო წიწილებიო, იმ წიწილები დაგიტოვა შენო სადღაც მიდისო და არ უნდა შეგიჭამოს ქორმაო. ხო და ისაო რაღაცა ქვია მიდი ახლა აიღე რეკვიზიტიო და მივედი ახლა და შემიძლია დავიტრება ხო საბჭოთა კავშირის დროშა პირველად მე დავხია იმიტომ რომ იქ ძველი დროშა იყო ეთქო ნაჭერი შუაში გავხი ერთი წისაფრად გავიკეთე და მეორე თავზე გავიკარი ხო მე იქ რაღაც სათლიიდო მეთქი ამით წყალს წიწილებს წყალს ვიმაში მე რაღაც აქ იყო ყუთიდან ვითომ ფეტვი იყო ამოვიღე აქ ჩავიყარეთ ეს გამოვუკეცე და ეგრე ჩავიდევი მე რახლაც ვარ გეტყვი რატო ავიღე იატაკის ჯოხი საწმენდი ჯოხი რომ მარტო ჯოხი იყო
ის ავიღე და გოგი ქავთარაძე მითხრა კიდე ხომ არაფერი გინდა უკამაშაყირა ხლა და მე ვთხარ რა კარგი იქნებოდა კალათი რო იყოს მეთქი კალათი რო იყო და უცებ წავიდა და მე ვფიქრე ალბათ ბიუზდელი და გული მოუვიდა მეთქი წავიდა და არ მოვიდა კალათი მოვიდა კალათი და ბოდიჩო მიხადა რომ სახელური არა აქვს და მე ვთხარი ეს უფრო მაწყობს მეთქი და ის როგორც ქათმის ბუდე ისე წარმოვიდგინე მოვედი და დავიწყე ეტიუდი და ანტონ თავზარაშვილი იყო ერთი რეჟისორი და იმან მითხრა რომ აფექტური ისენი არ ვიცოდი რა იყო და მითხრა აიო ჭიქა ხო აიღეო ესეო ჭიქაო ეხლა ასა ხო არ აიღებ ჭიქა ჩვენ დავიცოდი რომ ჭიქა აიღე და ეგეთი რაღაცები და ნუ ეხლა მინდა ეს აფექტურიც გავაკეთო რა თქმა უნდა და კალათიდან ამოვიღე ესე და გადმოვსვი კრუხი კიდი ამოვიღე გადმოვსვი და გამაჩერეს რატო? რამდენი წიწილი ყავს? მე ვთხარი წიწილი 15 მეთქი. და ყველა ტოლები რა პატარები ისინი ძალიან პატარებია. მე ასე დიდი მეორე რატომ მე ვთხარ სოფელში არ ყოფილიყარ მეთქი. ყრუხს რო ამოიყვან მეთქი. იქედან ისევ ჩახტება უკან მეთქი. ამიტომ ეს მეორეთ ამოიყვან. მოკლედ ეს წიწილები ამოვიღე ბაჭრო დიდი სამი და მე ახლა ჩემთვის გავიფიქრე რომ ახლა ქორი სად უნდა ვეძებო იქ მეთქი და ვიფიქრო ბებიაჩაც ყავდა ხოლმე ბურვაკები და ძალიან საცაგერი ბურვაკები იყო წიწილებს ჭამდერ ხოლმე სხვადასხვაი და წარმოვიდგენ რომ ის იყო ეს ხო და მოდის მე ვხედავ რომ მოდის ფეხი გაუქნია არ წავიდა ხელი გაუქნია და აცხა უთხარი არა ბაცხა უთხარი არაფერზე არ მიჯერებს და ათად მივიდა უკვე წიწილი უნდა შეჭამოს ახლა ხარ სარამდე გავაგზავნა მეტი უცკი ვიცი რომ რაღაც უნდა მოვრჩე და ავდექი ეს იატაკი ჯოხი ავიღე და დრუზე და ხედავ კვდება კვდება ახლა მამაჩემი და ისინი თუ ხედავენ როგორც ეთქობა დაინახეს გასუსულები იყვნენ და დრო დავარდი ეს ქორი წესთუ და მოფრინავდეს და ქორი მოკსა დავიჭერდი იმის ამიტომ ესე გადავწყვიტე და ეს კვდება ახლა და არ მინდა რომ მოკდეს იმიტომ რომ შეგეცოდა შემეცოდა ზიარა ბებიაჩი მემაზე უფრო მომკლავს ქორი სულარ მეშინია გოჭი მოკდება თუ არ მოკდება ხო ავდექი და მამაჩემიდან ვიცოდი ხელოვნური სუნთქვი ჩატარება და დაუწყე ამ ბუროქს ხელოვნური სუნთქვი ჩატარება უშვები ასე 1 2 3 4 ფუ ჩაუბერავ პირში კიდე 1 2 3 ატეხეს იმათმა სიცილი და ადგა მიხდნე რა ხდება მიხდა კი რა თქმა უნდა მოხდენ ამას ვაკეთებდი კიდე ზეხლა ყვები და თქვენ ხვდები და ის არ მიხდებოდა და წამოდ გაკაკივასაც და გავიდა აკაკი ხორავა გავიდა და მე ვფიქრე ნამდვილად არ მოეწონა მეთქი და რა ვქნა მეთქი აღარ ასვიზავდი და წავიდა და შემოიყვანა ვიღაცა საშუალო სიმაღლის კაცი შემოიყვანა მიყვანა დაუთვენს ადგილი და მივხვდი რომ საპატივსაცემო კაცი იყო მაგრამ ვინ იყო აკაკი ხორავაზე დუდი რატომ უნდა ყო აკაკი ვიცოდი იმიტომ რომ გიორგი სააკაძე მქონდა ნანახი ახლა ეგრეგი არ იყო საქმე ხო და დასვა თავის ადგილზე თვითონ გვერდით მივდგა და მომიბრუნდა და მეთხა თქვენ თუ შეგიძლიათო გააკეთო ძალიან თქვენობით მომართა და მეც ისე ყურადღებით მოусმინე რომ მეტი არ შეიძლება თუ შეგიძლიათო გააკეთოთო მაგ ეტიუდი ისევ თავიდან მე არ გავაკეთე მე ვთხარ რა უნდა მის გაკეთებას მეთქი ოღონდ არაფერი არც მიმოატო და არც მოვაკრო კი ახლა გავაკეთე ისევ თავი და ახლა იმანიცინა მოკლედ ვინ იყო ის ილია თავაძე რექტორი შემოიყვანეს რომ კარგი კადრი მოვიდაო და მინდაო წარმოვიდგინე ხა მინდაო ნახეთო და მე მითხრეს მოგა საგნების გაჩაბარება არ გამჭირვებოდა კარგი მოსწავლე იყავენ ნამდვილად ბებიაჩემის გადამკიდე რაც ვიზამდიაბა ერთი არ მისწავლა კარგად ჩამიბათქუნებდა ხო ეს 25-ში მოვწანდით 25 აგვისტოს და სიები იქნება. იქ, ხო. წავედი სიების დავრუნდი სახში უკან და მეცადინო ისე რეპეტიტორი. მამას გონია რომ სამედიცინოზე ამაზე ამსავლაზე თავს იმიტომ მოდის კითხულობ მიდის კითხულობ. და მეცადინო ფეხლა ამას და მოვიდა ეს 25 რიცხვი წავედი ის გამოყრულია სიები თაბახის ფუსლებზე ხო და წავიკითხე. აბდუშელიშვილი კერესელიძე მოყვები და არ წერია
კიდე აბდუჩელუშვილი ჩადი ბოლომდე ხაჭაპურიძე ხუასოზე არ დაიწოდე ხო და მე რაღაცნაირად მეთქი აი ერთი რამე უნდა დედას ვერ შეუსრულე მეთქი არ მოხდი მეთქი და დავიწყე ტირილი გვერდით მეთქი ერთი ქალი ჯემალ მელქაძე რომ იყო თუ გახსოვს იმის დედა და ისა რატო ტირიო ჩემი შვილიც არ მოეწყმოდა კაისად ერთად ჩააბარებდო ესე არა მე ამ დროს ჩამოყვი და ვიპოვნე და იმაზე კიდე უფრო ავწავლე და რატომ ტირი ხარ ვარ კი ხო ეხლა რაღაც მე უთხარი მე მოხვდი მე გაპარა გაბრიალე ნუ ესე მოხვდი ეხლა ინსტიტუტის სწავლის პერიოდს აღარ გეტყვით მარტო რომ მაშინ იყო განაწილება ხო ერთი გითხარით მამას როგორ მიაწოდეთ ეს ინფორმაცია მამას ამბავი ძალიან მძიმედ იყო იმიტომ რომ როდესაც მოვიდა საბუთების შეტანის დრო მომთხოვა მამამ საბუთები მომთხოვა საბუთები და რას ეძებ რაც აგიკარგავთ იმასთან ერთად ვეძებ მეც იმას საბუთებს და მამა ჩემი რო გაბრაზდა და მივხვდი რომ რაღაცა მომხდებოდა მე უთხარი ესე იყო და ესე მომკიდა ხელი არ მაბატეთ არ გატკინათ ხო არ მატკინა კი არის ისე მომკიდა ხელი რომ მე მგონი სისხლიც გამიჩერდა ხო და ესე როგორც ვიყავი სახში მამა ჩემი ახალი მოსული იყო სამსახურიდან წამიყვანა წავედი თეატრალურ ინსტიტუტში მოითხოვა ილია თავაძესთან შესვლა შეუშვეს შევედით და მე უთხარი ბატონო ილია მეთქი ეს მამა არის ჩემი მიესალმა ბატონო მამა ჩემა მიაშველა კონსტანტინო ბატონო კონსტანტინო რო იცოდეთ რა ნიჭიერი გოგონა ყავთო და ამ ნიჭიერი გოგონა საბუთების დასაღებად მოვედიო რას ხო ბატონო ილია მუთხრა ვერ მოგცემთ ეს ჩემთან პირველი შემთხვევარი აქვს სულ მოდიან რომ დაიბნაო ბავშვიო აღელდაო და იქნე მეორედ ჩააბარებიო და ესეთი რომ ჩაიბარებიოს და უკან მოსულიყო არ ყოფილაო ხო და მოკლედ იქ უსიამოვნო საუბარი შეიქმნა არ მიცეს მამას საბუთები როგორც წამიყვანა ისე ხელი მოკიდებული წამომიყვანა რომ მივედი სახლთან ესე გამიშვა სადარბაზოსთან ხელი და მითხრა დღეიდან შენ ჩემი შვილი არ ხარ და სადაც გინდა იქ გზადი ესეთი მძაფრი ვარ სოფლიდან ახალი ჩამოსული არაფერი არ ვიცი თბილისის ვიცი რომ ბარნოვზე მაშინ ბარნოვი იყო ახლა ირაკლი აბაშიძეა ცხოვრობდა ჩემი დადა სიძე მისამართი ციცო დაცხოვრო კი იქ ცხოვრობდა და დავედი და იქ ცხოვრობდი მამამ ძალიან იუკადრის ეს რომ სიძესთან ცხოვრობდი არ მცემდა ხმას მამა და იმისათვის რომ იქ არ მეცხოვრა მიყიდა ბინა ფალიაშვილს ეხლაც მაგის ვინ წააგო ახლა თოღმერთი მიყიდა ბინა და იქ მაინც გიყიდათ მამა მიყიდა ხო ბინა და მე ჩაერიანა თესავები უთხრეს რომ როგორ შეიძლებაო ესაო რომ ბავშვი პატარა გოგო არისო და კაუში გარეთ და ესი არის და მამა მუთხრა ამათ თუ ჩააბარებსო თავმედიცინო ინსტიტუტზე შეურიგდები თუ არა და არა ხო იმ წელს აღარ ესწრებოდა რა თქმა უნდა მომავალ წელს ჩააბარე და მოვეწყვე რას ამბობთ მოვეწყვე ვსწავლობდი იქაც და იქაც მე უკვე დაიწყო სადიპლომო სპექტაკლი და სულ რამდენი ინსტიტუტი გაქვს დამთავრებული 9 ოფიციალურად მაგდამთავრე მე რას ბრძანებ ხო გეუბნები არ გვეყოფა ერთის არ გვეყოფა მე მგონი კიდე უნდა მოვიწიოთ ხალხი არისა ჩვენ დაგვჭა სადღაც 15 წუთი მე მგონი ხო და რომ მივედი ამ იმასთან მოკლედ მამამ მითხრა რომ კარგიაო რომ მოეწყვეო და შევრიგდე თუ შემიძლია მამა მაკოცა ეს იყო დიდი ჯილდო მაშინ იმიტომ რომ მამამ კაცრი იყო და ეგეთი რამეებით არ გვაჩუქრებდა ბავშვებს და შემდეგ დაიწყო სადიპლომო სპექტაკლი და ვაცდენდი სამედიცინოს უფრო მეტად იმიტომ რომ იქ ხო არის ჩვენ დამოკიდებული ვართ ერთმანეთზე თუ მე არ მივეცი რეპლიკა ის ვერ იმდასხო და ესე და იმდენი გავაცნე გამომრიცხეს ურა მე ვიფიქრე რა კარგია რომ გამომრიცხეს ახლა მარტო თეატრალურში ვივლი მეთქი და სადიპლომო სპექტაკლი არის და მაშინ იყო ეგეთი რაღაც რომ თელ საქართველოს მასშტაბით შეატყობინებდნენ რომ მოიყვანეთ მოდით ნახეთ და აირჩიეთ ანუ რეჟისორები მოდიოდნენ რომ მსახიობები აირჩიეთ და ესე მოდიოდნენ მაგრამ ამასობაში რა მოხდა იცით მე ვინც მასავლიდა ლევან მირცხულავა იმან დადგა მარჯანიშვილის თეატრში ტოროლა
თამაშობდა ჟანა დარკ სოფიკო ჭიაურელი. გიჯდებოდი ისე თამაშობდა. ყოველ დღე ვიჯექი სპექტაკლს. ნუ იცოდი ზეპირად ვიცი გადასვლა კანონსო როგორ იტყოდა რას. და მე დღეს მოვიდა ბატონი რეზო და მეუბნება რომ ისაო სოფიკო მიდის მოსკოვშიო თავისმა ბიძაჩვენმა გამოიძახაო იღებენო არ დაიდარდოსო თავაროლშიო და ამ როლზეო შენ აგიყვანო შენ მაგ იციო თან რეპეტიციებს შაგიტარებო და თან მთავარი როლის თამაშობ და თანაც მარჯანიშვილის თეატრში დაარჩები ეხა ყველას უნდა რომ მარჯანიშვილში ან რუსთავში გამეხალა ოღონ არავის არ უთხრავდა მე ზოია კოსმედევიანსკაიას დავდიოდი დავით ბედნიერი რომ მარჯანიშვილის თეატრში მოვხდებოდი და მოვიდა ეს დღე როდესაც სპექტაკლი ჩავაბარეთ უამრავი ჩამოვიდა მაშინ ყველა ჩამოდიოდა ყველა თეატრებიდან ჩამოვიდნენ ვითამაშე არ მინერვიულებია იმიტომ რომ მე ვიცოდი მოვეწონებოდი თუ არ მოვეწონები იმათ მე უკვე მივდიოდი მარჯანიშვილის თეატრში ამიტომ წამოვედი მშვიდად სახლში 3 დღის მერე მოვიდა ბერტა ხაფავა მსახიობი იცით თქვენ ეს მსახიობი და მითხა რომ რექტორიო ბატონი ილია გიბარებსო რა უნდა მდგა მე რა ვიცი რა უნდა წავედი და შევედი მე შუბლზე მაკოცა მეთქი ამას რაღაცა დაეტაკა მე და ესე მითხრა შენ იციო ლარისაო ისეთი დიდი მსახიობი როგორც საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტიაო საბჭოთა კავშირის და ესე იგი იმის რა ქვია იმას ლაურეატი სახელმწიფო პრემიის ლაურეატი აკაკი ვასაძემ შენ აგირჩია თავის თეატრისთვის ნუ ხო გეკხარდაო არა მე ქუთაისში ხო არა მე უთხარი მაგრამ ვერ ვეუნები რომ იქ მივდივარ იმან ხო მითხრა არ თქვა ხო და შენ ცოტა სულელი ხო არ ხარ მე გეუნები ამ ხელაკაცმა შენ აგირჩია რომელსაც ჯერ ფეხი არ დაგიდგავს სცენაზე და შენ უარს ამბობ არ მოგწონს ბატონი აკაკი მე უთხარი ბატონი აკაკი როგორ ამოწონს მაგრამ გუშინ მეთქი ჩამოირიარა გიგა ლორთქიბანძე მართალი უთხარი ჩამოირა გიგა ლორთქიბანძე და ჩვენ ყველანი ჩაგწერა მეთქი და მივდივართ ყველა რუსთავში თეატრს მეთქი გიგას მე დაველაპარაკებიო და გამომიშვა გავიდა კიდო 3 დღე მიბარებს მივედი და დამხვდა იქ გიგა და გაუმეორა ისე რაც მე მითხრა ბატონმა ილიამ რო ასე აირჩია ეს და აი ესო ბატონო უარს იძახისო და ის ჭკვიანი იყო გიგალორთქიბანიძე და კითხა კი მაგრამ ლარისა რომ მიყავსო ქუთაისშიო რას პირდება სამაგიეროთო ლარისასო ამისათვისო რას პირდება და პირველი კატეგორიის მსახიობის იმას წოდებას მიცემსო პირველი კატეგორიის რომ მსახიობი რო იქნება ამიტომ ხელფასის ეკნებაო შემდეგო დადგავს სპეციალურად ლარისასთვის გლახის დაამბობს რომელშიც ლარისა ითამაშებს თამროს თვითონ ითამაშებს პეპიას ჩართავს მიმდინარე რეპერტუარში აგრეთვე და მივცემთ 4 ოთახიან ბინას ახლა გიგაგაგის და 4 ოთახიან ბინა რა თუნდა ბატონი აკაკი ამბობს რომ გათხოვდეს იქო მე რო არ თქოს ვერ ვეტევითო და არ წავიდესო ეს კადრების დატოვებისთვისო და ხო და მომიბრუნდა გიგა და მითხა ლარისაო შენ რასაც გვირდებაო აკაკი მე ვერ შეგისრულებ იმას იმიტომ რომ მე 27 მსახიობი მიყავს მარჯანიშვილის თეატრიდან რომელთანაც უნდა შევქმნა თეატრიო და შენ რა გონია იმა თეატრი არ მოწონს ადგილმდებარეობა არ მოწონს ხელფასი არ აქტურა უბრალოდ მაშინ დიდი კორიფეებია სესილია ვერიკო ვიღა აღარ იყვნენ მაშინ თეატრში თვითონ სოფიკო მედია ბიბილეიშვილი და ყველანი და ამიტომ როლების შიმშილი აქვს და მე რო ახლა შემთავარი რომ მოგცე იმათ მოეწონებეს ამბავიო წადი შენ წადი ლარისა ქუთაისშიო და თუ არ მოგეწონება აქ არა ვარო ესე მოხდი იმ უნიკალურ დასში რომელსაც ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრი ქვია და ქალბატონ ლარისა რამდენი წელი იყავით 3 წელი ვიყავი მარტო 3 წელით მე წამოვედი იქედან ეხლა თუ მოვასწარი მოგიყვებით პირველ სპექტაკლი უნდა მოვასწროთ და მე აუცილებლად ხო დაპირებული რაცაც კაცს მიღმა სტუდიის მიღმა დაპირდით რო ჩავედი ძალიან გამიკვირდა რომ აკაკი იყო ძალიან მკაცრი და ეს სახალხო მსახიობები კედელზე აიკრებოდნენ ხმე რომ მოდი ქალები არ ეწეოდნენ კაცებიდან 1-2 ეწეოდა და ისიც მალავდა ხოლმე უკვე ვითომ არ ეწეოდა და მეთქი კაცო რა არის ეს რა ბებია ჩემი ინკვიზიტორია ხო და კი არ ეშინოდათ
პატივცემდა და უყვარდა და მინდა ერთი რამე გითხრათ, იმიტომ რომ არ არის ეს იმდეკი არის ცნობილი, მაგრამ ყველა ხომ არის ეს. იმდენად უყვარდა დასავლეთ საქართველოში აკაკი ვასაძე. მოსწავლეებმა მთელი დასავლეთ საქართველოს ბავშვებმა შეაბგროვეს ტარა, ჩააბარეს და აკაკი ვასაძეს უყიდეს გაზ 24 მარკის ავტომანქანა ვოლგა და იმით დადიოდა. და რაც მითხრა ყველაფერი შემისრულა და თამაშობ იმაში გლახის დამბობის რეპეტიცია მიდის და მიმდინარე სპექტაკლი არის ახლა კურიოს მოგიყვებით მიმდინარე სპექტაკლი არის მე ვთამაშობ მაცნეს შევფარფატდებოდი ეტრატი შემქონდა და მეფე გამომართმევდა და კითხულობდა ამას და სახალხო არტისტი მეგრელიშვილი იყო მეფე უდიდესი მსახიობი იყო და ესე თქვა მე ესო დაწეროსო გინდა ლარისამო გინდ ვინც გინდაო მე არ ვისწავლი ამ ტექსტო მე მინდა რომ ეს ხალხის წინაშე წავიკითხო და ხალხის წინაშე მქონდეს ეს ემოცია და იმ ჩემ არტისტობას მე ვინც შეამოწმებს იცითო მართალ სამობდა და ვინოტყო და უარს და ეს შემქონდა მე დიდი სამბით და ერთ დღეს მივედი თეატრში და აკაკი ვასაძე არ იყო დილის სპექტაკლი იყო წასულიყო ქალაქუმში მაშინ ქალაქომს ეძახდნენ და იქ როდესაც მიდიოდა აყოვნებდა ხოლმე დიდხანს და მე მაშინ პატარა ვიყავი ეტყობა ტვინიც პატარა მქონდა და მოვიდომე დიდ არტისტად გახუმრება შევედი შევიტანე ეტრატი მეფე უთხარი ეტრატია თქვენ სახელზე გამომართვა გააშალა გადმოაბრუნა არაფერი არ წერილი გაყვითლდა და მაშინ მივხვდი რომ ძალიან ცუდი რამე გავაკეთე, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო. და ის დიდი იმიტომ იყო რომ გამოსვლა შეეძლო სიტუაციიდან დაახვია ისევ და მითხრა ერთი შენ გაზდასო სათვალები დამრჩა და წამიკითხე. მე რა თქმა უნდა ის არ ვიცოდი, ვერ წავიკითხე და მე ვეუბნები ახლა და ეხლა ეს აღნიშნული არის თეატრის ისტორიაში რომ ეს იყო პირველი იმპროვიზაცია. და რა უთხარით? მე უთხარი რომ მე როგორ წაგიკითხოთ მეფეო მეთქი მე გლეხის შვილი ვარ და არ ვიცი წერა კითხვები წერა კითხვა არ იცი ჩემ სასახლეშიო მაცნე მოტანა ეხლავე სწავლული მდივანი მომგვარეთო და სწავლული მდივანი არ არის ამ სპექტაკლში როლში არ არის ეს პიესაში და ქუთაისის მაყურებელი ხალხ როგორია თუ მოეწონებათ სპექტაკლი მინიმუმ 3 ჯერ ნახავენ თუ 5 ჯერ არა და ეს უკვე ზეპირად რო იციან და ხვდებიან რომ რაღაც ხდება ახლა მას ხვდებიან და დაინტერესდებთ თვითონ და წინა დღეს იყო და ანზორ ხერხაძე იყო მაშინ ამსახურებული იყო მე სახალხოც გახდა დიდი მსახიობი იყო ის დაბადების დღე ქონდა და ორი ჭიქა დაუვლევია და ჩაუარა აკაკი ვასაძეს და მიხვდა რომ ნასვამ იყო დისკვალიფიკაცია მიცა ქუთაისი რა ქალაქია დღის მეორე ნახევრამდე ყველა მიცოდა დისკვალიფიკაცია მიცა 3 თვით ვერ გადიოდა თეატრიდან და ის აღმოჩნდა იქ და სწავლული მდივანში და იქ ის არის რაღაცა ქვია სარეკვიზიტო იქვია სცენაზე ქუთაისში შევარდა იქ მოიხურა რაღაცა და შემოვარდა და რას მიბრძანებ მეფეო რას გიბრძანებოდა რატომ არის ის მაცნემ წერა კითხო ზარმაცია მეფეო და იმიტომ ახლა ეს მივიღეთ საკუთარ შეურა რას ქვია ზარმაცი ვარ მე ზარმაცი კი არა სუნთრალია მე უთხარი და რას მასწავლეს თარელი ახლა იმათ ხო იცოდა ახლა იმათ მაკეხეს სიცი დამჯელი ჩქარა პალაჩი დამჯელი ვინ იყო დამჯელი ერთი მსახიობი ყავდა კი შეცვალეთ სპექტაკლი აბსოლუტურად მსახიობი ყავდა ერემია სვანაძე ათლეტური აღნაგობის გაიძრო უცებ და წერდა და შემოიტანა მატრახი დიდი მატრახი მატრას ჰქონდა ბოლოს განასკულის ტყავისის ხო და ეხლა მეფის დიდი ტახტი დგას მეფესის მე მივდივარ ხერხაძე მომძდებს ესა და ახლა გამოგვეკიდა უკვე ეს პალაჩი გამოგვეკიდა და ის რაღაცა ამან მოიქნია 10 როზგიო მეფემ უთხრა და გადმოყარა და მოხდა ამ საცოდავს მოხდა ვაი დედა დაიკვნესა და მოუმატა რაზგოს გამომეკიდა უფრო და გამოვარდი წინ სცენაზე და ქუთაისის სცენა ესეთი არის აი ეს აქ და აქ არის თასამთავრობო ლოჟა ისევ სცენაზე ამით იქით რო გახვალ უკვე მაყურებელი ვეღარსად მიდიხარ და იქით ლოჟებია და აქ ვარ
და რა ვქნა აღარ ვიცი მაყურებელში ხوار გავიქცეოდი და წონა კი მიწყობდა ხელს დავყარი ხელი ლოჟას და გადავახტი ლოჟას და გადავხტი ლოჟაში და შევახტი აკაკი ვასაც აი მე თურმე დაბრუნებულა ქალაქომიდან და ამას ყველაფერს უყურე როგორც მამაჩემა მომკიდა ხელი მომკიდა ისევ ხელი და წავომეყვანა და გამიყვანა სცენაზე დამაყენა ავან სცენაზე და მე ვფიქრობ ახლა თუ დისკვალიფიკაცია მომცახო ბედნიერი ვარ მაგრამ არა მგონი ალბათ გამომაგდებს და როგორ გაიხარებს მამაჩემი თან ოფლი ეს წურწური ჩამოვდის ისეთ დღეში ვარ დამაყენა გამნათებელს უთხრა პისტოლეტი მიანათევდა მომანათეს პისტოლეტი და აი როგორც იცი როგორ იყო ადრე აი ვინ გვარცხონს აი ვინ გვასახელებს აი ვინ გვარცხონს და აკაკი ვასაძემ დაიწყო ჩემო ქუთათუ რომ მაყურებლებო რა არ გინახავთ თქვენ გინახავთ ზარდასტარიშვილის სცენაზე თვით ლადო მესხიშვილი ვერიკვიან ჯაფარიძე სერგო ზაქარიაძე დაყვა მოკლე და დღეს თქვენ წინაშე დაიბადა დიდი მსახიობი ლარისა ხაჭაპურიძე ალბათ ლარისა აი ბრავო უსასრულოდ შეიძლება თქვენი სმენა აი 2 წუთი დაგვჭა და დაპირებული თუ შეიძლება სიურპრიზი ან ეხლა თქვენ ხართ მოქმედი მსახიობი ეს იყო კი ბატონო წარსულში და ეს ის წარსულია რომელიც არასდროს არ წაიშლება კი არა ესა თქვენ დაწერეთ ისტორია ქართულ თეატრში კი მემატიანის მეძახიან იმიტომ რომ რუსთავის თეატრს და ქუთაისის თეატრს წერს რა თქმა უნდა და დღეს ხართ მოქმედი მსახიობი და ვარ მადლობა უფალს რომ მოქმედი მსახიობი ვარ რაც კი ქვეყანაზე ბებია ყოველს მე ვთამაშობ და ეხლა ხან მომწეს ახალი როლი სადაც ოთარანთქრივი უნდა ვითამაშო ეს როლი ჩემთვის არ არის ადვილი სათამაშო იმიტომ მე თვითონ გადატანილი მაქვს ეს ამბავი და თუ რა ვიცი ეხლა ტრეპედიციები გვაქვს მოკლედ მე მინდა მაინც მაყურებლის წინაშე დავდო თუ რომელივეს არ მოეწონება მოიწეროს და მე აღარ ვითამაშო თუ არ მოეწონება ქალბატონ ლარისა ჩვენი სცენა თქვენია ეს მიკროფონიც იყოს თქვენი ჭირიმეთ მარტო დამტოვეთ ჩემს მიცვალებულთან მატირეთ შვილი მე არა მიშავს რა ისეთ ვარსკვლავზე ვარ დაბადებული რომ ვაი რომ არა მიშავს რა გიორგი შვილო წახვედი დედი წახვალ და აღარ მოხვალ დედა ვაი შენ დედას შენ უნდა დაგეკრიფა გულზე ხელები დედიკო ჩემთვის და მე უნდა დაგიკრიბო დედა ეხლა შენ უნდა დაგეტირე შვილო და მე უნდა დაგიტირო მე შენ უნდა დაგეკრიბა გულზე ხელები დედა და მე უნდა დაგიკრიბო ამხელებმა გაგზარდეს დედა და მან უნდა მოკაყაროს მიწა ვაი შენ დედას ვაი შენ დედა შვილო რაღა დამრჩა სიკვდილის მოლოდინი შენ არ იჯავრო დედიკო შენ არ იჯავრო დედა მალე მოვა დედა მალე მოვა შვილო მალე მოვა გადაცვალა დედა Bravo.
ალბათ არის აი ცრემლი მომდის ეს და მე მგონი ეს არის ის ემოცია და ეს არის მსახიობისთვის მთავარი მადლობა ესეთი შესრულებისთვის, როდესაც განცდა მოვა. ამ შემთხვევაში მე და მიშა უკვე მაყურებელი ვიყავით და თქვენ მეამატირეთ. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის. სახასიათო მსახიობი იყავით ყოველთვის და როგორი დრამა იყო, როგორი ტკივილი და როგორი ახლაც შემიძლია, მაგრამ როდესაც ჩემი შვილი გარდაიცვალა, იმის შემდეგ მე აღარ მაძლებდა ჩემი ბუნება აღარ მაძლებდა ამის თამაშს და მე უფრო ესე ტრაგიკული როლები და სხვათა შორის ჩემი შვილი რომ მე 4 ვაჟის დედა ვარ 4 ვაჟის დედა მიუხედავად ერთი იმიერშია მე არც უფლება მაქვს და არც შემიძლია რომ ის შვილთა რაოდენობაში არ ჩავწერო და როდესაც ის გარდაიცვალა მე სუიციდის მცდელობა ბერჯერ მქონდა და მითხრა მამაომ რომ შენ ხომ იმიტომ მიკლავ თავს რომ შვილი უნდა ნახო ვერასოდეს ვერ ნახაო ამიტომ ეს არ გააკეთო და მის მერე ვებრძვი ამას მე და როდესაც ეს პატარა დაიბადა ჩემ დროს იყო ჩემი მეგობარი ერთი საუკეთესო პოეტი კირა კვეიძე რომელსაც ლექსი მაჩუკა დამიწერა და მაჩუკა და სულ მოკლედ წაგიკითხავთ იმ ლექსს ვეღარაფერი ვერ მომკლავს ახლა გავიზარდე და დავმძიმდი მართლა მე მარტო არ ვარ ამ მილეთ ხალხში მე 4-ის ძე ვარ 4 ყრმის დედა ბევრი მიყვარს და ბევრსაც უყვარვარ ალბათ მე რამდენიმე ქალი ვარ ერთად და რამდენიმე ადამიანი ჩემში ერთ-ერთ ქალს ლექსი აწვალებს ერთსაც სიმღერა ერთს კიდევ ცეკვა ერთს ფუნჯის მოსმა უნაბავს თვართლებს ერთ ქალთაგანს კი ღვინოს წყურია ერთს ფარიშვენის ერთსაც მაყრილი ერთ სურს დაიპყროს მთელი დუნია მე რამდენიმე ქალი ვარ ერთად და რამდენიმე ადამიანი იცოდეს ღმერთმა ερμაც და ბერმაც მე დედაკაცი იმიტომ მიწოდეს მიწავარ ცავარ მზევო იცოდე სადღაც ქარი ვარ სადღაც წვიმა ვარ სადღაც კლდებად ჩამოვითვლები ერთი კი არა 10 ქალი ვარ 10-ვე როგორ გარდავიცვლები. ბრავო, ბრავო, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ლარისა. აი, სიტყვებს ვერ პოულობ. მადლიერების გამოხატვის. მადლობა და იმეც ვიტოვებთ, რომ კიდევ გვეწევებით. მადლობა დღევანდელი დღისთვის ლარისა ხაჭაპურიძე იყო ჩვენთან. მადლობა.